ალბათ გინახავთ ხალხი, რომელიც ოთხბორბლიან ფიცარზე სრიალებენ და თქვენ გიჩნდებათ კითხვა, რა იზიდავს ამ გიჟებს ამ სპორტისკენ. და მე დღეს მოგცემთ ამაზე პასუხს. მოდი მე მოგიყვებით ჩემს ისტორიას და იმას თუ რატო დავიწყე სკეიტბორდინგი. და ასევე, კი, მე ვარ 21 წლის და ხალხს რატომღაც ბავშვი მგონი ვარ, როდესაც ხედავენ სკეიტით, მაგრამ you gotta do what you gotta do. It's ეხლა ეს არ გავაბუჯო. სკეიტბორდინგი მე ჩემმა ძმამ და მეგობრებმა დავიწყეთ 2021 წლის გაზაფხულში. მაგ დროს რაღაც ბუმი იყო ამ სპორტში და როგორც ჩანს ჩვენამდეც მოაღწია. თავიდანვე ვიყავი მოტივირებული და ჯერ რაღაც საშინელი 50 ლარიანი დაფა მქონდა, მაგრამ სანამ არ ჩატყდა, მანამდე არ გამომიცვლია. და ვისთან ერთადაც დავიწყე სრიალი, გარშემო ყველამ დაანება ამ სპორტს თავი. რის გამოც მე შემოურჩი მხოლოდ. მე გავიცანი ახალი ხალხი, ახალი მეგობრები შევიძინე. ახლა კი ამ ვიდეოს ვიღებ. ამ სპორტში ბევრი ტრავმა მაქვს მიღებული, მაგრამ უფრო მეტი კარგი აქვს გაკეთებული ჩემთვის, ვიდრე ცუდი ან ვიდრე ზიანი მოუყენებია. ბევრჯერ მეკითხებიან, რა გიღირს ეს ტრავმები, ეს ფეხის გადატრიალებები, გადაბრუნებები, ეს შემდეგ. სულ ვეუბნები, რომ ის პლუსები, რაც მოაქვს სკეიტბორდინგს, ყველანაირად გვერდზედებს მაგ ყოველივე ტრავმას. და ჩნდება კითხვა, რატომ უნდა დავიწყოთ სკეიტბორდინგი? შენ გეუბნები, მოდი აქ. მოდი. შენი აზრით, შენი აზრით რატომ უნდა დავიწყოთ სკეიტბორდინგი? ჩემი აზრით, სკეიტბორდინგი არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მაგარი ექსტრემალური სპორტი. სახეობა, რა თქმა უნდა, ბაიკის შემდეგ. სადიჩე, ბაიკერ. ერთ-ერთი მიზეზი თუ რის გამოც მე გირჩევდით სკეიტბორდინგის დაწყებას არის მენტალური ჯანმრთელობა. მე დავიწყე დაახლოებით 5 წლის წინ სრიალი და მინდა ვაღიარო, რომ ძალიან ბევრი მწარე და მძიმე მომენტი ცხოვრებაში სკეიტბორდინგმა გადამატარინა. გინდ იქნება ეს ამე ურთიერთობები, გინდ შეიძლება ოჯახური დაძაბულობა. მოგეთ არის რაღაცები, რაც გვაწუხებს, მით უმეტეს ამასაკში, მე დავიწყე 16 რო ვიყავი, ახლა ვარ 21-ის. ჩემი აზრით, ბევრ მომენტში გამომადგა. მით უმეტეს ერთ-ერთი რამ, რასაც სკეიტბორდინგი გვასწავლის, არის ის, რომ არ უნდა დავნებდეთ. როდესაც აკეთებთ ტრიქს, მაგალითად, ავიღოთ ოლი. ეს არის პირველი ტრიკი, რომელსაც ვსწავლობთ. სხვა შორის ამაზე ვიდეოს იქნება. მის გასაკეთებლად გვჭირდება დაახლოებით 1 ან 2 თვე, მას შემდეგ რაც ნორმალურად დავიწყებთ სრიალს. შეიძლება ვიღაცას მალე გამოვიდეს, მაგრამ მე ვსაუბრობ შედარებით რაღაც სტაბილურად, ხა 5-დან 5 ოლის რო დავსვა რა, ხო ხტები? როდესაც არ ნებდები და აგრძელებ შენ ამ სპორტს, იმის და მიხედავთ, რომ ტექნიკურად ამ სპორტში ვერაფერს მიიღებ, რას აკეთებ? ფულს იღებ, ვერ იღებ. ვიღე ტარს გიკრავს, დიდად არ. მეგობრები დაგიკრავენ და მანდამდეც მივალ. კიდევ ერთი კითხვა მოდის. რანაირად ეხმარება სკეიტბორდინგი ამ ყველაფერს და ამ ყველაფრის გადალახვას? ან ზოგადად იმას ვიტყვი, რომ მინიმუმ რო განმარტოვება შეგიძლია. არ მაქვს საუბარი იმ მომენტზე, როდესაც მეგობრებთან სრიალებ. ხო, გამტვირთვალია. ნახეთ, სკეიტი მიქრის და თავის. თვითონ განიტვირთ, ან ცდილობს ეხლა რომ იმიტაცია გააკეთოს იმისი, რაზეც საუბრობთ და გაერთო, ეხლა გვეტყვის ფიდბექს. ამ ყველაფერში იმით გვეხმარება, რომ შეგვიძლია განვიტვირთოთ რა. გარშემო რო სრიალებ, რაღაცა მარტო რო ხარ, ნიავი გიბერაო, ერთი-ორჯერ ახტები და რაღაც გისწორდება რა. და თან ისეთი რაღაცა არის, რომ დიდი დროის შემდეგ მოაქვს შედეგი. რაღაც აკეთებ და რეალურად იღებ კარგ შედეგს, წეღა რაც თქვი მაგათ ოლი რა. ოლის რო ვაკეთებთ, გვიხარია. მე ეხაც რო ვიღებდი ამ ვიდეოსთვის ოლის, ან kickflips, ნებისმიერი რამე. თუნდაც უბრალო გასრიალებაც კი გამიხარდა და ბედნიერებას მაინჭებს ეს ყველაფერი. ვრჩებით ჩვენს ფიქრებთან მარტო, რაც ბევრს არ უყვარს, მაგრამ ასევე ბევრისთვის საზიანო არ არის. აბათ სმენიათ თამაშზე სახელად Dark Souls. მე ყოველთვის მიკვირდა ის ფაქტი, რომ ხალხი იჯდა და ამ თამაშზე დროს ხარჯავდა. რაღაცა ბოსი არის, რომელიც უნდა მოკლა 50-ში უნდა დაროლო, დადოჯო ისა მე ურტყა სათითაო და რა, პროსტა ბოსი მოკალი და არა რთული თამაშია. ვერ ხვდებოდი რატო უნდა მეთამაშა რა. რო ბრძოლობ
და ამბოს რო თქვა 50-ჯერ ურტყავ, იგივე შთაბეჭდილება დამრჩა, რაც სკეიტბორდინგმა მომცა, როდესაც თქვა ოლის სწავლობდი და ვაფეილებდი და მე საბოლოოდ დავსვი. მე კონსისტენტლი ვაკეთებდი და ეხა ნებისმიერ წაზე შემიძლია გავაკეთო და მე ოლის ვარიაციები შემიძლია გავაკეთო. ოლიდან მანუალზე შევხვდი, ან მანუალ პადზე ავიდე, ან და მე უკვე შენით ირგებ ამ ყველაფერს რა. და მე ვფიქრობ, რომ ამდენ რაღაცას თუ ვინმე ადამიანი უბრალოდ კომპიუტერული თამაშთან იღებს, ასევე შეგიძლია ეს რეალობაში გადმოიტანო, აიღო სკეიტი. რავი, თავიდან ყველა კანადით ვიწყებთ რაღაც 80 ლარიანი. აი მართლა პიცარია ბორბლებზე რა. და მაგით ვიწყებთ. მაგრამ ეგ არის, რომ აი მანდიდან რომ ვიწყებთ და მე გადავდივართ რაღაც ზონეზე და მე თუნდაც აი ამ დაფაზე, აი რაღაცა კაი დაფა რო გექნება ან რავი, ესეც საკმაოდ კარგი დაფა არის. როგორც ისახიან პროფესიონალური ასწორებს რა. პროგრესი არის. და ეგ პროგრესის შეგრძნება არ ქრება. ანუ ყოველთვის გავს და ქრჩება. და პლუს ფიზიკურად ვითარდები. ანუ მე სანამ დავიწყედი სკეიტბორდინგს, ვიყავი რაღაც ზონამდე ფიზიკურად შემოჭრილი. კი ვთამაშობდი კალათბურთს, კი რაღაც სპორტებით ვიყავი დაკავებული, ხეებზე ვცოცავდი და რაღაც, მაგრამ აი სკეიტბორდინგმა მომცა რაღაც დონის თავისუფლება. აი ოლი რო ვისწავლე, ტვინი გამეხსნა რა. და მაგის მერე აი ქუჩაში იქ დავხტივარ, იქ რაღაცაზე ავძვრები, გადმოვხტები რაღაცა, ანუ გიჟი ბავშვივით ვარ არა. იდეაში ცხოვრების არსით ჩემი აზრით ეგ არის, რომ ანუ ეს ყველაფერი უნდა შევირგო. ჩემი აზრი ზოგადად ცხოვრებაზე არის ის, რომ ხალხს უნდა გაუზიაროთ ჩვენი ემოციები და ხალხმა ჩვენ გაგვიზიაროთ თავისე ხალხმა ჩვენ გაგვიზიაროთ თავიანთი ემოციები. ხო, ადამიანებთან დაკავშირებით. ეს ისეთ სპორტია, რომელშიც როგორც სხვა სპორტებში გაიცნობ ხალხს, მაგრამ აქ ცოტა განსხვავებული რაღაცა არის. ეს არის ერთადერთი სპორტი, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ამույდავაში ცოტა ბევრი ვიბოდიალე, მაგრამ აი ჩემი აზრით სკეიტბორდინგი სხვა სპორტებისგან იმით განსხვავდება, რომ უმნიშვნელო დასაკისა და გამოცდილებისა, აი ყოველთვის ერთმანეთს სადმე თუ გადავაწყდებით, აი ურთიერთდაფასების ისეთი მომენტი გვაქვს, რაც ჩემი აზრით არც სხვა სპორტში და არც აი სხვა რამე ჰობიში არ ხდება რა. არ გვეუფლება რაღაც შეჯიბრის განცდა, ანუ ერთმანეთს პირიქით ვეხმარებით. შეიძლება ვიღაცა 2 წუთის გაცნობები გყავდეს, მაგრამ აი ხვდებოდეთ რამდენი ენერგია და აი რეალურად რა აქვს ჩადებული ამ სპორტში რაღაც დონემდე მისასვლელად. აი მაგალითად არის ქუჩაში ვიღაც სკეიტერი, რომელიც ჩალიჩობს რაღაც ტრიქს და უჭირს რა. დიდი ალბათობით, აი რამენაირად შევეცდები რომ დავეხმარო. და ვეცდები мотиваცია მივცე იმისთვის, რომ რეალურად დასვას ის რაც უნდა რომ გააკეთოს. ბევრი დაჟე სპორტად არც აღიქოს, ანუ ბევრი ამას სპორტად არც აღიქოს. აღიქოს როგორც აი ცხოვრების სტილი. ნუ ხედავთ რომ დამცინებთ. ეხა კამერამენი, ვინც იღებს ამ ყველაფერს, სკეიტბორდინგით გავიცემი. რას გიხსნიდი, ოლის გიხსნიდი, ხო? ბევრ ადამიანს გაიცნო და ბევრი ადამიანიც დაგიახლოვდებათ, თქვენც დავახლოვდებით. ზოგს შეიძლება ჩამოშორდეთ, ზოგი თვითონ ჩამოგშორდებათ, მაგრამ საბოლოო ჯამში განვითარებას იპოვეთ. არ ვიცი, მოკლედ ეს იყო ჩემი პატარა rant და შემდეგი ვიდეო, რომელსაც ფიქრობ, რომ ამას და იმ შემდეგ ვიდეოს ერთდროულად დავდებ. რომ მაინც არ გელოდინოთ. მაგრამ ვეცდები საკმაოდ ხშირად გამოვუშვა ვიდეოები, რომ რამენაირად იმედი მაქვს ერთ ადამიანს მაინც გააბედნიერებს ეს ყველაფერი. იმიტომ რომ მე პირადად ბედნიერი ვარ. მოიცა, კაი. ბოსი არის, რომელიც უნდა მოკლა 50. ჯერჯერობით გადაღების პროცესი ძალიან მომწონს და მინდა მადლობა უთხრა კამერამენს. ჩნდება კითხვა. როგორ დავიწყო სკეიტბორდინგი? Fuck! That would be such a good take, bro! Oh my god!